არის თუ არა ბიტკოინი ძალიან დიდ პრობლემებში და რატო ხედავ ზუსტად მე ამ მომენტში ძალიან დიდ პოტენციალს. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ ბიტკოინზე, იმიტომ რომ ზუსტად ის ხდება, რასაც მე ვამბობდი ამდენი ხანი და რაზეც ყველა ამბობდა, რომ აი შენ არ იცი, არ გესმის ბიტკოინი და ის ეკონომიკა სჭირდება და ხალხს სჭირდება და ბლა 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 და ასე შემდეგ ზოგი ჭკუის კოლოფაც ვიდეოებს წერდა YouTube-ზე, ზოგი TikTok-ზე, ზოგი Instagram-ზე და ჩემ ვიდეოებს განიხილავდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ეგეთ დონეზე არასდროს არ დავუშვები, რომ ვინმეს რამე პასუხი გავცე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ. და დღესდღეობით ეს ყველაფერი ხდება და რასაც მე ვამბობ ხოლმე, აქვე გეტყვით რომ არასდროს არ უნდა დამიჯეროთ, პირიქით უნდა გადახედოთ თქვენ ციფრებს, რა ხდება, როგორ ხდება, ასე შემდეგ და ამ ყველაფერზე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ესე არის ყველაფერი როგორც არის დღეს და ბიტკოინი ჩამორჩა ყველა ასეც, მე ხედავ მასში ძალიან დიდ პოტენციალს და რა თქმა უნდა ამ ვიდეოში ვისაუბრებ რატომ. მაგრამ სანამ გადავალ ვიდეოზე მეგობრებო და განვიხილავ ყველაფერს, ვინც Instagram-ზე მომყვებით, დაინახავდით და ეხლაც ხედავთ რომ არ ვარ ჩემ ოთახში და ვერ ვიღებ ვიდეოებს ჩემ ოთახში, იმიტომ რომ პატარა უსიამოვნება მომივიდა, ესე დავარქვათ, ცოტა რბილად. მოკლედ რომ აგიხსნათ ყველას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეკითხება, რა მომივიდა ფეხზე, პარაშუტით დავენარცხე ძალიან არასასიამოვნოთ. ვინც იცით, ახალი ჰობი მაქვს თუ დავარქმევთ, იმიტომ რომ ცოტა გადადება მომიწევს. პარაშუტით ხტომა, სწავლა დავიწყე იმ მიზნით, რომ მე მარტო შემეძლოს ხტომა და მარტო ვიხტუნაო ხოლმე სოფლიოს ყველა წერტილიდან, სადაც კი skydiving, ესე ვთქვათ, კომპანიები იქნებიან. ამიტომ უნდა გამეკეთებინა 8 ხტომა, არის შემდეგაც შემეძლებოდა მარტო ხტომა, მაგრამ იქ სადაც ვსწავლობ, უნდა გადმოხტომიყავი 50 ჯერ და მე უკვე შემეძლებოდა სხვადასხვა ადგილებზეც ხტომა. მეოთხე ხტომაზე არასასიამოვნოდ დავენარცხე, გადამიტრიალდა ფეხი, რამოდენიმე ისა მაქვს ბზარები და 8 კვირა ვერ გავივლი წესივრად ფეხზე. ამიტომ ჯერჯერობით ვბაჯბაჯებ, ვერ ავდივარ და ვერ ავდივარ ეს ვთქვათ კიბეებზე, ამიტომ ჩემ ოთახში შევდივარ და ვერ ვიღებ ვიდეოებს ჩემი დესკტოპიდან. მაგრამ ესეც საკმარისი არის და ამითაც შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას, მაგრამ რო გადავიდეთ ბიტკოინზე მეგობრო და რას გულისხმობ მე იმ ინტროდან რითიც დავიწყე, არის ის რომ ბიტკოინი ეკონომიკას სჭირდება და ბიტკოინის გარეშე ჩვენ არაფერი ვართ და ინფლაცია, ბინფლაცია, დას, ანუ არავის რო არ ესმის საერთოდ ეკონომიკა როგორ მუშაობს, რა არის საჭირო ეკონომიკისთვის, ინფლაციის აზრზეც რომ არ არიან და უბრალოდ $100-იან ინვესტიციას რო გააკეთებენ რაღაც სისულელე შიტკოინში და შემდეგ ეკონომიკაზე რო დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკს და თურმე ინფლაცია გვაქვს, თურმე ეს გვაქვს, თურმე ეს გვაქვს და დღესდღეობით მე მინდა თქვენ გითხრათ რომ თურმე ბიტკოინი კი არა ნავთობი ყოფილა ის რაც ეკონომიკასაც სჭირდება, შენც გჭირდება და ის საერთოდ ყველას სჭირდება და ბიტკოინი და დოლარი კი არა, თურმე ნავთობის გარეშე ყოფილვართ, მთელი მსოფლიო 0 და ეს ყველაფერი ნახეთ დღეს ჩვენ რაც ხდება მსოფლიოში, ხომ? მაგრამ ეს ნავთობი როგერზე გადავდოთ, ნავთობი საერთოდ არ მინდა დღეს საუბარი. მინდა ვისაუბრო ინდექსებზე, მინდა ვისაუბრო ტექ კომპანიებზე, მინდა ვისაუბრო AI კომპანიებზე, რომლებიც აფიქსირებენ all-time highs. All-time highs-ზე გიჟური ზრდები აქვს, ინდექსებსაც წარმოიდგინეთ და როცა ბიტკოინი იყო ძალიან დიდ კოლორაციაში NASDAQ-თან, დღესდღეობით ხედავთ რომ NASDAQ-ი გიჟივით მიდის მაღლა, ანუ all-time highs აფიქსირებს. მაგრამ ჩვენი საყვარელი ბიტკოინი ჩამორჩა ამ ყველაფერს და ამიტომ ამბობ ხოლმე მე ყოველთვის მეგობრებო და ყოველთვის გეუბნებით ხოლმე რომ როცა რაღაცაში აკეთებ ინვესტიციას, იცოდე რისთვის აკეთებ. ანუ მე მჯერა და მე მინდა და მე ეს არა, ფული არის ყოველთვის იქ, სადაც ფული გაკეთდება. ანუ ინვესტორი ყოველთვის იქ ჩადებს ფულს, სადაც მან ის რომ ფული გაკეთდება. ახლა მოდი ჩარტებზე გადავიდეთ მეგობრებო და მინდა რაღაცეები განახოთ. პირველ რიგში ავიღოთ მეგობრებო აი ეს ჩარტი ვნახეთ და ძალიან მომეწონა სხვათა შორის და ეს არის NASDAQ-ის და ბიტკოინის კოლორაცია. ანუ ხედავთ რომ 2019 წლის მერე არასდროს არ ყოფილა მათი კოლორაცია ისე დაბალ ლეველზე როგორც არის მაგალითად ეხლა რაც რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე რომ ბიტკოინში საერთოდ არ არის ინტერესი, საერთოდ არავის არ აინტერესებს, არავის არ ჭირდება ეკონომიკას არ ჭირდება, არც store of value, ანუ არაფერი არ არის, არავის არ ჭირდება, არავის არ ახსოვს, ხო? ეს არის უბრალოდ სასპეკულანტო ასეთი, რომელშიც შეგიძლია გაკეთო ინვესტიცია და არის ასე ვთქვათ growth ასეთი. მან თუ არ გააგრძელა ზრდა long term-ზე, ნუ ის რა თქმა უნდა აღარავისთვის აღარ იქნება საინტერესო. თან აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიტკოინიც ხომ ტეხ არის, ანუ blockchain ტექნოლოგია, ხომ? ამიტომ
ნორმალური არის და ლოგიკური, რომ როცა ტექნოლოგიური აქციები, ინდექსები მიდიან, მაღლა ბიტკოინს გაყვეს ხო, მაგრამ ესე არ ხდება და ამ ყველაფერში არის ძალიან დიდი საგანძური, რაც არ უნდა გავუწყდეს მეგობრებო და ამიტომ ხედავ მე ბიტკოინში ახლა ძალიან დიდ პოტენციალს. ასევე მინდა გადავხედოთ ჩვენ საყვარელ ინდექსს და ეს არის Fear and Greed Index, რომელიც დღესდღეობით არის 35-ზე და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როცა ასეთი ვიღაცას არ აინტერესებს და არის ნაკლებად საინტერესო, აი ზუსტად მაშინ უნდა დაინტერესდე ხოლმე შენ და ზუსტად მაშინ უნდა იყიდო ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად მან კეთდება ხოლმე ძალიან დიდი ფული და არ დაგოუწყდეს მეგობრებო, ყოველთვის ვამბობდი, კიდევ ვიტყვი რა ასეტიც არ უნდა იყოს, იქნება ეს უძრავი ქონება, ოქრო, ვერცხლი, ბიტკოინი, შიტკოინი, ალტკოინი, ინდექსი, ყველაფერი აკეთებს კორექციას, მაგრამ ეხლა ეს დაიმახსოვრე ძალიან კარგად, როცა რაღაც ასეთი აკეთებს კორექციას, რა ხდება, უბრალოდ ფული აორთქლდა? არა. ესე იგი ვიღაცამ გაყიდა და დაფიქსირა მოგება, ხო? და ეს დაფიქსირებული მოგება ამ ქეშით წარმოიდგინე შენ ხარ დიდი ინვესტორი. რამე დიდი ფონდი გაქვს, ან უბრალოდ დიდი ინვესტორი ხარ და ძალიან დიდი ფული გაქვს, ხო? სადღაც ჩადე ფული, გაყიდე, მაგ დროს მოხდა კორექცია და ხარ ძალიან დიდი ქეშით, ანუ ძალიან დიდი ქეში გაქვს ხელში. ეს ქეში სადმე ხო უნდა დააბანდო იმისთვის, რომ ამ ფულმა ისევ იმუშაოს, ანუ შენ თუ ინვესტორი ხარ და თუ იცი როგორ მუშაობს ფული, ინფლაცია და ეკონომიკა, ამ ფულს ხო სადმე დააბანებ, ანუ ქეშს ხო არ გადადებ გვერდზე, არა? ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ როცა საიდანღაც ფული გამოდის, იქნება ეს ბიტკოინიდან, ალტკოინიდან, ინდექსიდან, ოქროდან თუ ვერცხლიდან, თუ არ აქვს მნიშვნელობა, როცა ის საიდანმე გამოდის, ეს ფული ყოველთვის პოულობს გზას სხვა ასეთში იმისთვის, რომ მაგ ფულმა ემუშაოს და დააფიქსიროს მოგება და ეს თქვა ინვესტორმა გააკეთოს ისევ მოგება, ხო? ამიტომ ეს ფული არასდროს არ ჩერდება ერთ ადგილზე. და მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა. ეს ინდექსებიც, რომელიც აკეთებენ ძალიან დიდ ზრდებს, აუცილებლად მოხდება კორექცია, აუცილებლად მოხდება კორექცია ინდექსებზე, აუცილებლად მოხდება კორექცია ტექ კომპანიებზე, AI კომპანიებზე და ეს დაფიქსირებული ფული მეგობრებო, უნდა წავიდეს სადმე. და სად უნდა წავიდეს ის თუ არა ბიტკოინში, ეთერიუმში, ან თუნდაც მეტალებში, ხო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა, ანუ ეს მოგებები სადმე უნდა გადანაწილდეს იმისთვის, რომ ეს თქვა დივერსიფიკაცია მოხდეს და ეს ფული ისევ ამუშავდეს, ხო? ასევე აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა კიდევ დამატებით 500 მილიონის ოქრო შეძინა, ხო? ანუ ისინიც არ არიან სულელები, ხო? და მათ ზუსტად იციან, რასაც აკეთებენ. ამიტომ მეგობრებო, მე ზუსტად ეხლა ვხედავ ბიტკოინში ძალიან დიდ პოტენციალს, ამაზე უკვე ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობ. ყველაზე დიდი კონფირმაცია ჩემთვის არის ის, რომ Fear of Greed შემდეგ არის რა თქმა უნდა ჩარტებზე ხედავ რომ არის უძლური, არავის არ აქვს ინტერესი, ყველა გადასულია ინდექსებზე, ასე ვთქვათ, ტექ კომპანიებზე, აქციებზე და არავის არ აინტერესებს ბიტკოინი, რაც რა თქმა უნდა ზრდის პოტენციალს იმაში, რომ ბიტკოინზე დაფიქსირდეს ძალიან დიდი მოგებები და ტექნიკურად ჩარტი ამაზე ფიქრის უფლებასაც გვაძლევს, იმიტომ რომ აქ ხედავთ, ანუ ბოლოს რომ ავიღოთ, სადაც გაქრა კოლორაცია NASDAQ-სა და ბიტკოინის შორის, იმიტომ რომ აქამდე მაგალითად თუ NASDAQ-ი პარასკევს დაიხურებოდა წითელში, ვიცოდით რომ ვიკენდზე ბიტკოინიც წითელში დაიხურებოდა და ესე ვთქვათ გაუფასურდებოდა და თუ ორშაბათს გაიხსნებოდა მწვანეში, ვიცოდით რომ ბიტკოინიც გაყვებოდა და ძალიან კარგ მოგებებს დააფიქსირებდა, ხო? მაგრამ ხედავთ რომ 2025 წლის ოქტომბრიდან უკვე ეს კოლორაცია შეწყდა და აღარ იყო და რომ ნახოთ ახლა 2025 წლის ოქტომბერი ეს იყო აი აქ. ანუ ეს მოხდა აი აქ, როცა დავკარგეთ ჩვენ ეს ლეველი, ანუ ხედავთ რომ ეს იყო სუპორტი, რამოდენიმეჯერ მოხდა გატესტვა, შემდეგ დავკარგეთ, წამოვედით ქვემოთ, მოხდა კორექცია, აქ ისევ ესე ვთქვათ, აკუმულაცია, მერე ისევ დისტრიბუცია და ჩამოვედით ქვემოთ და გვაქვს დიდი კორექცია და ანუ ამ წერტილიდან ესე ვთქვათ, კოლორაცია უფრო და უფრო, ანუ ბიტკოინი და NASDAQ-ი აღარ არიან ერთმანეთთან კოლორაციაში, როცა NASDAQ-ი მაღლა და მაღლა მიდის, ბიტკოინი პირიქით უფასურდება, მაგრამ ფული ყოველთვის პოულობს გზას იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, გამრავლდეს, გააკეთოს უფრო მეტი ფული, ხო? და ამ შემთხვევაში ბიტკოინი არის ჩემს ერთ-ერთი ის ძლიერი ასეთი, რომელზეც შეიძლება გაკეთდეს ფული და ამ ყველაფერში გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე დღე, მწვანესანთელი რამოდენიმე დღე, კარგი ზრდა, როგორც არის მაგალითად
ინდექსებზე, აი კომპანიებზე, ტექ კომპანიებზე და ასე შემდეგ. წარმოიდგინე დღეს ვისთან, აი უბრალოდ დაფიქრდი, დაუკვირდი, ვისთანაც არ უნდა საუბრობდე ინვესტიციებზე ან სერიოზულ თემაზე, ხო? ან თუნდაც სად მეჯდე, ვინც ესე ვთქვათ, მუშაობს სადმე, სადაც შეხება აქვს ტეხზე, ან AI-ზე, ან ესე ვთქვათ, ინვესტიციებს აკეთებს, თუნდაც ანუ არც ერთი საუბარი არ გაივლის ისე რომ AI-ზე არ ვილაპარაკოთ, AI ჩაგვანაცვლებს, AI ის, AI ეს. აი ეგ არის ზუსტად ის FOMO, რაც გვჭირდება ჩვენ კრიპტოზე. და ეს დაფიქსირებული მოგებები, რომლებიც შეიძლება დღეს და ხვალ მოხდეს და კორექციები ვნახოთ ჩვენ ინდექსებზე, ეს დაფიქსირებული მოგებები როშ გადავიდეს რაღაცა ნაწილი ბიტკოინზე და დავინახოთ ძალიან დიდი მწვანე სანთლები, რამოდენიმე დღე თუნდაც კვირები ერთმეორეს მიყოლებით, დამინჯერეთ, რომ იმხელა FOMO იქნება და ისე ადვილად შემოვა უფრო და უფრო მეტი თანხები, რომ მოგონება იქნება ესე ვთქვათ ინდექსები, იმიტომ რომ როცა ბიტკოინი მიდის მაღლა, მისი შეჩერება არის ხოლმე შეუძლებელი და ის მიდის ძალიან სწრაფად მაღლა. ამიტომ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ეხლა გიჟებივით არ უნდა ვიყიდოთ ყველა ბიტკოინი. ამ ყველაფერს ვერ გავექცევით, რომ ის დღესდღეობით ძალიან სუსტად გამოიყურება, იმიტომ რომ ანუ კი გავარღვიეთ ეს ლეველი, რაც რა თქმა უნდა არის პოზიტიური, ანუ ეს შეიძლება იყოს პირველი ესე ვთქვათ, პირველი მანიშნებელი იმის, რომ ხდება აქ როტაცია და всё გავარღვიეთ და უკვე უნდა გავტესტოთ მაღალი ლეველები, რომელიც არის 95,000, 100,000 და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ხედავ რომ აქ ჯერჯერობით არ არის ის FOMO, ისი FOMO-ს დანახვაც მინდა. და რაც გულისხმობ ამ ყველაფრით, ანუ გავარღვიეთ ეს ლეველი, მინდა ეგრევე აგრესიული ტესტი მაღლასვლა. მაგრამ აქ ხედავთ რომ მოხდა აქ ტესტი, ვერ შეინარჩუნა აგრესიულად, ჩამოვიდა უფრო ქვემოთ. აქ ახლა კონსოლიდაციაში გადის, არ არის დიდი სიძლიერე, ანუ ამ ყველაფერს ხედავთ აი აქ. იმიტომ რომ ყველა არის დღესდღეობით დაინტერესებული ტექ კომპანიებით, ინდექსებით, AI კომპანიებით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ის ტრეიდერები, ვინებიც ესე ვთქვათ, ვაჭრობენ ნაუნად ფულის გაკეთება, ისინი ფულს დღესდღეობით ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ ინდექსებში და ისეთ აქციებში, რომლებიც იზრდებიან, ხო? იმიტომ რომ მათი ფოკუსი არის იქ, იმიტომ რომ ფული კეთდება იქ და იქ ფიქსირდება მოგებები, ხო და ბიტკოინზე ვხედავთ რომ არ გამოიყურება ის ძლიერად და ანუ ამ ყველაფერს ვერ გავექცევით, მაგრამ ზუსტად მაგ დროს უნდა დაინახო ხოლმე შენ პოტენციალი, როცა არავინ არ ხედავს. რა მინდა რომ ეხლა ბიტკოინზე მოხდეს, ანუ ტექნიკურად რომ ავიღოთ მეგობრებო, წარმოვიდგინოთ რომ აქ გვაქვს higher low, higher high, ანუ გავარღვიეთ ეს high და ნახეთ ხლა რა ხდება. მთლიანი ეს ადგილი შეიძლება გაიტესტოს, ხო, ანუ არანაირი პრობლემა არ იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იქნება პოზიტიური, იმიტომ რომ რა მოგებაც დააფიქსირე, ყველაფერს ისე ვთმობ, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი. ხო, მე მინდა რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ აი ეს ლეველი. ანუ ამ ლეველს აღარ მინდა რომ ჩამოვწდეთ და მინდა რომ აქედან წავიდეს პირდაპირ მაღლა და მაღლა. ნუ რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს ლეველი, ეს აქაც გავტესტოთ, მაგრამ ნუ აღარ იქნება ეს პოზიტიური და უფრო ცუდი იქნება ეს ბიტკოინისთვის, მაგრამ თუ შევინარჩუნეთ ეს აქ და დავინახეთ რამოდენიმე მწვანე სანთლები ერთმანეთზე მიყოლებით, მეგობრებო, დამიჯერეთ ბიტკოინი გააკეთებს იმ ხელას ზრდებს, რომელიც ჯერ ჩვენ აქამდე დიდი ხანია უკვე არ გვინახია და დარწმუნებული ვარ, რომ აი ზუსტად ამ დროს ფიქსირდება ის მოგებები, რომლებსაც არავინ არ ელოდება და თუ მოგეწონა ჩემი ვიდეო და მეთანხმები ან არ მეთანხმები, აუცილებლად გამაგებინე კომენტარებში და იმის რომ არ გამოგრჩეს სხვა ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო.